იღუმენი ნიკონი, ლოცვა. ერთხელ მომწერეთ, რომ მანდ არის მოხუცი მღვდელი, მგონი გლინსკის უდაბნოდან, რომელსაც აღსარება უთხარით. ერთ-ერთ წინა წერილში გირჩიეთ მისთვის გეთქვათ აღსარება და ისე მოქცეულიყავით, როგორც ის გეტყოდათ. ასეც მოიქეცით, ისე მიიღეთ მისი სიტყვები, როგორც უფლის პირიდან გამოსული და შეასრულეთ. ლოცვის შესახებ. ეცადეთ, ყურადღებით წარმოთქვათ ლოცვის სიტყვები. თუ გონება გეფანტებათ, თავს აყვედრეთ, განფინეთ თავი ღვთის წინაშე და კვლავ აიძულეთ თავი, რომ ყურადღებით წარმოთქვათ ლოცვის სიტყვები. გული კი ნელ-ნელა მოლბება და ხანდახან მაინც შემოსრულობით და შესაძლოა ცრემლებითაც კი გიპასუხოთ. ეს წუთები მთლიანად ლოცვას დაუთმეთ და ნუ უსმეთ მტერს, რომელიც 1000 მიზეზს იპოვის, რომ ლოცვისაგან გაგიტყოთ და გაიძულებთ სხვა რაღაცებით და გავდეთ. იკითხეთ ლოცვის შესახებ ეგნატე ბრიანჩანინოვი. მას განსაკუთრებით ბევრი აქვს დაწერილი მეორე ტომში, ასევე პირველშიც. ის აზრი, რომ გაფანტული ლოცვა ცოდვად შეერაცხნენ მას, ეშმაკისგანაა. ისაა, ვინც ყოველნაირად ცდილობს ლოცვისაგან გაგვიტყუოს, რადგანაც იცის, რა სიკეთეს იღებს ადამიანი მისგან. დაინახეთ მტრის მახეები და ნუ დაუჯერებთ მას. საკუთარი თავის ნდობა არ შეიძლება. არამედ აუცილებელია შრომა სინანულის მოსაპოვებლად. უფალი მოვიდა ცოდვილთა, მაგრამ მონანულ ცოდვილთა აცხონებისათვის. იუდამ სოდა, ოღონდ კი არ შეინანა, არამედ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და წარწყმდა. პეტრე მოციქულმა კი შეინანა და სამოციქულო ღირსება ახუდგა. იერუსალიმმა შეწოდა და საშინელი წარწყმე და ერგო. ასევე მოხდა სოდომ და გომორას, ქორაზინის, ბეთსაიდას, კაპერნაუმის შემთხვევაში. ნინევიამ კი შეინანა და გადარჩა. ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვარ და სინანული გვჭირდება, ხოლო მონანურთათვის აღსრულდა მაცხოვრის მსხვერპლი ჯვარზე. და უფალი კიდევ იმასაც ეუბნება მათ, ვისაც შეუნდო ცოდვები, წარვეთ და ამიერითგან ნუ არა სოდა. ჩვენ მხრივ ყველაფერი უნდა ვიყონოთ, რომ მძიმე ცოდვაში არ ჩავცვივდეთ. როდესაც ადამიანი ზედ უფსკრულის პირას იმყოფება, ადვილია ვიღაცამ ხელი კრას და გადაჩეხოს, ხოლო როცა შორსაა, უნდა მიათრიოს უფსკრულამდე. ამასობაში კი მას შეუძლია მშველელს უხმოს, ამიტომაც მუდამ გვირჩევენ, რაც შეიძლება შორს გავეცალოთ იმ ადგილებს, სადაც იოლად შეიძლება ცოდვაში ჩავარდნა. ძვირფასო, მოსყდით მიწას, ზეცას შევერთდით, როგორც ღირსი სისო დიდი გვირჩევდა. ყოველივე ამას სოფლისაი ნისლივით გაქრება და რის ამარა დარჩებით, თუ სული მხოლოდ მიწიერით გვექნება სავსე. შეიბრალეთ თავი, ცხონდით, რა ისარგებელ ეყოს კაცსა, უკეთო სოფელი ყოველივე შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს. იგივე ხება ოჯახსაც, ჯერ სულის ცხონება, მერე კი ოჯახის დახმარება. უფალმა ცნეულების გზით მოხედა თქვენს დას, იგი ასე უფრო მალე ცხონდება, ვიდრე მაშინ ჯანმრთელი რომ ყოფილიყო. ესაა მაგალითი სხვებისთვისაც. საშინელ არს შევდომაი, ხელთა ღვთისა ცხოველისათა. ნუ მიიღებთ მონაწილეობას უღმერთო საუბრებში, ათეისტური სისაძაგლის კითხვასა და ყურებაში. უფალმა განგსწავლოთ. 1963 წლის 13 თებერვალი.